ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მაგნიტსკის გლობალური სიის ფარგლებში უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის მთავრობის მინისტრს ანტალ როგანს სანქციები დაუწეს. ამის შესახებ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. განცხადების თანახმად, სამთავრობო პოზიციაზე ყოფნის დროს ცნობების თანახმად, ანტალ როგანი აორგანიზებდა სქემებს, რომელთა მიზანიც იყო უნგრეთის ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორზე კონტროლის მოპოვება. უნგრეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის დევიდ პრესმანის თქმით, ანტალ როგორანი საჯარო კორუფციაში მისი წამყვანი როლისთვის დაასანქცირეს. Today, the United States Department of the Treasury sanctioned Antal Rogan, Minister for the Prime Minister's Cabinet Office. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კაბინეტის მინისტრს ანტალ როგანს უნგრეთის სისტემური საჯარო კორუფციაში მისი წამყვანი როლისთვის. სხვადასხვა თანამდებობებზე ყოფნისას მინისტრმა როგანმა გაიმდიდრა საკუთარი თავი და გაამდიდრა ისინი, ვინც მისი პოლიტიკური პარტიის მიმართ ლოიალურები არიან. გამოიყენა ოფიციალური ძალაუფლება პირადი მიზნებისთვის, ართმევდა საკუთარ ქვეყანასა და მოქალაქეებს საჭირო ფინანსურ რესურსებს და ასუსტებდა ინსტიტუტებს, რომლებსაც ძლიერი დემოკრატიისთვის სიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. დიდი ხანია უნგრეთში მთავრობის მაღალჩინოსნები იყენებენ ძალაუფლებას და თანამდებობებს, რომ თავადაც გამდიდრდნენ და ოჯახებიც გაამდიდრონ საზოგადოების საფულიდან პირად ჯიბეზე თანხების გადატანით. ანტალ როგანის დასანქცირებას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ამერიკის წარუმატებელი ადმინისტრაციის მხრიდან უნგრეთში მოვლენილი ელჩის პირადი შურისძიების აქტია. მას აქვს იმედი, რომ რამდენიმე დღეში შეერთებულ შტატებს უხელმძღვანელებენ ადამიანები, ვინც უნგრეთს მეგობრად მიიჩნევს და არა მტრად. როიტერის თანახმად როგანი ათწლეულების განმავლობაში ორბანთან დაახლოებულ პირად ითვლება. ის მართავს მისი მთავრობის მედია მანქანას და მის საარჩევნო კამპანიას. ამჟამად ის კურირებს ნატოს წევრი უნგრეთის საიდუმლო სამსახურებს. გამოცემა ასევე წერს, რომ უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში ურთიერთობა ეტაპობრივად უარესდებოდა. ნაწილობრივ ამის მიზეზი ისაა, რომ უკრაინის ომის მიუხედავად ბუდაპეშტს თბილი ურთიერთობები აკავშირებს მოსკოვთან. ასევე ორბანი ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე მხურვალე მხარდამჭერად ითვლება ევროპაში.